დღეს ქრისტიანთა უმეტესობას სჯერა, რომ არსებობს მხოლოდ ღმერთი მამა. მაგრამ ბიბლიის ორიგინალური ტექსტი ძირითადად მოიხსენიებს ღმერთს, როგორც ელოჰიმ, მრავლობითი ფორმით. თუ არსებობს მხოლოდ ღმერთი მამა, ღმერთი ცალკეული ფორმით უნდა ყოფილიყო აღწერილი. თუმცა ბიბლია მოიხსენიებს ღმერთს, როგორც ელოჰიმ, ძველ აღთქმაში დაახლოებით 2500 ჯერ. ებრაულად ელან ელოა ნიშნავს ღმერთს მხოლობითი ფორმით. თუმცა ელოჰიმ, რომელიც ბიბლიაში დაახლოებით 2500 ჯერ იყო გამოყენებული ღმერთის აღსაწერად, არ არის მხოლობითი, არამედ მრავლობითი. ეს ნიშნავს, რომ ღმერთი მამა ჩვენთვის ერთადერთი მხსნელი არ არის. ბიბლია ღმერთს გამოხატავდა როგორც ჩვენ, მრავლობითი ფორმით. და თქვა ღმერთმა, შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. მაშ, რა მსგავსება აქვს ღმერთს ელოჰიმ, რომელსაც ჩვენ უწოდებენ? და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად. ღმერთმა შექმნა მამრობითი და მდედრობითი თავის ხატად. ეს ნიშნავს, რომ ღმერთი არსებობს როგორც მამრობითი ხატი, მამა, და როგორც მდედრობითი ხატი, დედა ასევე. ამიტომ ღმერთი მოიხსენიებს თავის თავს როგორც ჩვენ, მრავლობითი ფორმა. ღმერთი, რომელმაც შექმნაცა და დედამიწა და გვიხსნის, არის ელოჰიმი, ღმერთი მამა და ღმერთი დედა.